დღესვე სესიაზე საქართველოს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროსა და გურჯაანის თვითმმართველობას შორის დელეგირების შესახებ შეთანხმებაში ცვლილება შევიდა. კერძოდ, საჯარო სკოლებში მცირე ინფრასტრუქტურული სამუშაოების პროექტირებასა და მეთვალყურეობას ადგილობრივი თვითმმართველობა განახორციელებს. სამინისტროს დაფინანსებითა და მუნიციპალიტეტის მერიის ინსპექტირებით ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოპირკეთდება ეზოები, მოეწყობა სპორტული მოედნების საკანალიზაციო სისტემა და სხვა. ინფრასტრუქტურის სამინისტროს და რეგიონალური განვითარების სამინისტროს მიერ მუნიციპალიტეტისთვის მოხდა უფლებამოსილების დელეგირება გასულ წელს, რაც მოიცავდა პატარა ინფრასტრუქტურული პროექტების გაკეთებას მუნიციპალიტეტის მხრიდან. Ამ შეთანხმებაში შევიდა ცვლილება ინფრასტრუქტურის და რეგიონალური განვითარების სამინისტროს ინიციატივით და დაემატა პროექტირება, ინსპექტირება და ზედამხედველობა მუნიციპალიტეტის მიერ. Რა თქმა უნდა, ეს დელეგირებული ნიშნავს, რომ ეს ორი სამინისტრო დახარჯავს რესურსებს, ანუ ამ უფლებამოსილებას თან მოყვება თანხები და მუნიციპალიტეტი უნდა გააკეთოს, ანუ ტექნიკური უზრუნველყოფა უნდა გააკეთოს, უნდა მოხდეს მისი დაპროექტება, შემდეგ ტენდერის გამოცხადება და ასევე ამ შესრულებული სამუშაოს ზედამხედველობა. მცირე ნაწილს ჩამოთვლით ეს არის ეზოების კეთილმოწყობა, ღობეების კეთილმოწყობა, დამხმარე ნაგებობების კეთილმოწყობა, ასევე საკანალიზაციო და წყლის სისტემის მცირე დაზიანებების აღმოფხვრა და კიდევ ესეთი პატარ-პატარა ინფრასტრუქტურული პროექტების მოგვარება ჩვენს საჯარო სკოლებში.